ჩემი შვილი მიწაზე ეგდო, თვალებიდან ვერ ვიხედებიო, სისხლი წამოუვიდა ყბიდან და დაცემის დროს თავიც დაარტყა. რა მოხდა სკოლის მოსწავლეებს შორის თბილისში, ნაცემი მოზარდის დედა მთავართან დეტალებს ყვება. ქალი ამბობს, რომ თავადაც ეზოში იყო, როდესაც 4 მოზარდმა მისი შვილი ავტოფარეხის უკან გაიყვანა და სცემეს. 14 წლამდე ბიჭმა ტვინის შერყევა მიიღო. 14 წლის მოზარდი თბილისში 30-მდე მანქანის გატაცების ფაქტზეა მხილებული. ყველა დანაშაული ჩადენილია მაშინ, ვიდრე ის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიაღწევდა. ამჟამად კი არასრულწლოვანი ფორდის მარკის ავტომობილის გატაცებისთვის დააკავეს. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტთან რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემები დაბომბა. რუსული ნავთობის გადამზიდი ორივე ტანკერი დაზიანებულია. წარმატებული ოპერაცია გენშტაბმა, უსაფრთხოების სამსახურმა და საზღვაო ძალებმა ერთობლივად ჩაატარა. ღამით უკრაინამ ლენინგრადში პრიმორსკის პორტზეც მიიტანა იერიშები, დრონებით თავდასხმას ხანძარი მოჰყვა. ირანმა ამერიკას 14 პუნქტიანი გეგმა გაუგზავნა და დროებითი ზავის ნაცვლად ომის საბოლოო დასრულებას ითხოვს. ირანის მოთხოვნებს შორისაა უსაფრთხოების გარანტიები მომავალი თავდასხმებისგან, ამერიკული ძალების გაყვანა, საზღვაო ბლოკადის მოხსნა, გაყინული აქტივების გამბლოკვა, სანქციების მოხსნა, კომპენსაცია და ჰორმუზის სრუტისთვის ახალი წესების შემოღება. ტრამპი ამბობს, რომ გეგმას გაეცნობა, თუმცა ვარაუდობს, რომ არ დათანხმდება.